აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი განცხადების გაკეთებას ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეკაბესელიას არ აქვს, როგორც მან პირველებს გითხრა, თავად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გადაწყვეტს ისაუბრებს თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეკაბესელიას პოზიციას, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში ის აქტიურად არის ჩართული და ისიც არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი ერთობლივი პლატფორმის წევრი, შეიძლება ასე ითქვას. ეკაბესელია აცხადებს, რომ შეთანხმება ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმება იყო პარტიებს შორის დადებული და ამბობს, რომ ის რაც მოხდა ამაზე პასუხისმგებელი არის თავად გიორგი გახარია და გიორგი გახარიამ უნდა აუხსნას საკუთარ ამომრჩევლებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. განსაკუთრებულად საგანგაშოდ ბესელი არ მიიჩნევს იმას, რომ შეთანხმება დაირღვა, ის შეთანხმება, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად პროდასაურმა ოპოზიციამ დადო. ეკაბესელიამ ისაუბრა, რომ თავარი ორი საკითხია, რის გარშემოც ერთიანდებიან ოპოზიციური გაერთიანებები თუ პარტიები. ეს საკითხები ეხება პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩანიშნას. შეთანხმება იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ზეპირი შეთანხმება და მხარეები თავად იღებენ პასუხისმგებლობას, ან გიორგი გახარიამ აიღო ეს პასუხისმგებლობა თავად, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია ის ამ პასუხისმგებლობასაც იაზრებს და ამიტომ ეხა ეს არ არის სამჟავრო და სასამართლო აქ, რომ ამისი ცალკე ესე ვთქვათ განშა დაიწყოს. მე არ მგონია, რომ ეხა მეორე ხარისხოვან საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება პარტიების ფორმატში, იმდენად დიდი ამოცანა დგას, აი ესეთი მნიშვნელოვანია ეს ორი საკითხი. ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა. ამ ორ მიზანს არ უნდა დაშორდეს არაფერი სხვა. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, ხა შეთანხმებას დაცვა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხა ამის სამსჯავროს გამართვა მე არ მიმაჩნია სწორად და ხა აქ შიდა კონფლიქტების გაღუვება ეს ძალიან არასწორი იქნება. ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის შეთანხმებაზეც, მათ შორის შემდგომ ნაბიჯებზე, მაგრამ ის რაც ეკაბესელიასთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების შეფასებით არის პრობლემა და კრიტიკის მიზეზი გახდა სწორედ გიორგი გახარია იმის გამო, რომ შეთანხმება სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილ პლატფორმაზე დადებული დაარღვია და მივიდა ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე, როგორც ამ სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანებული პლატფორმის წევრები აცხადებენ, შეთანხმება დადებული იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა დიმიტრი ცგიტიშვილმა დადო ეს შეთანხმება თუ გიორგი გახარიამ, რადგან ყველა იზიარებს, რომ დიმიტრი ცგიტიშვილი გახარია საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენდა და მას პოზიციების შეჯერებული უნდა ქონოდა გიორგი გახარიასთან სწორედ, თუმცა პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აუცილებელი არის პოლიტიკური კულტურა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში შეთანხმების დადების და შემდეგ ამ შეთანხმების შესრულების და მიაჩნიათ, რომ თუ გიორგი გახარიას кейსი ამ კულტურას დაანერგავს ქვეყანაში, იქნება კარგი. მეორე ნაწილი პოლიტიკოსების კი ღიად აცხადებს, რომ ახლა გიორგი გახარიამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, ის ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ოპოზიციას, თუ ის არის ქართული ოცნებისგან განდევნილი, რომელიც კვლავ ცდილობს დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილის წიაღში. ჩვენ შეცდომადაც მივიჩნევ ამას, იმიტომ რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე, როცა საქმე ციხეს ეხება ისეთი პირობების გამოცხადებისგან, სანამ უფრო დეტალურად არ გვექნება ხოლმე გავლილი. რეალურად ეს შეთანხმება ნამდვილად შედგა და შეთანხმება ნამდვილად დაირღვა და ზიანიც დადგა, ოღონდ როცა ცხოვრება ლიმნებს გესვრის, ლიმონათი უნდა გააკეთო და ახლა რო უყურებ ისეთი ამბავია ატეხილი ოპოზიციურ სპექტრში პირობის დარღვევაზე, რომ სიამოვნებს, იმიტომ რომ ამის გამო ჩვენ მარგინალიზებულები ვიყავით ფედერალისტები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი პირობის დაცვას რო ვითხოვდით და ახლა როცა ასეთი ამბავი აწყდა, ეგრევე მართლა მოიტანოს სიკეთე გახარიას მისვლამ და პირობის დაცვა რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სპექტრს გაახსენდეს და ამის შემდეგ რო პირობებს დავდებთ, შევასრულეთ ხოლმე. იქ სადღაც ჯურმულში მიღებული გადაწყვეტილება თუ არ მოგწონდათ ეგ გადაწყვეტილება, რატო იღებდით? გახარია არის ობოლი ქოცი, რომელიც გამოაგდეს იმ საკოცედიდან, ობოლი ქოცია. მეთქი არაფერი, ობოლი ქოცია. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მაგ პარლამენტიდან არც ერთი პარტია არ იყურება. მაგრამ აი ამ ქოცში რო ზის,
უნდა რომ თვითონ სხვებიც გათხვაროს და ეს რაღაც ჭორაობა, რაღაცა შემოაგდო, რომ ეს იყო მომზადება კიდევ უფრო დიდი ღალატისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე შეეტენოს ისე, რომ არანაირი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და აი როგორც იაბლოკო და LDPR-ი პუტინს უправებენ არჩევნებს, აი ამისთვის ემზადება, კატასტროფისთვის ემზადება. ისიც უნდა გაგვიმატოს, ქოცია თუ ევროკოცია. ანუ რა განსხვავებაა მასა და ბიძინა ივანიშვილის აი ამ შაპიტოს, აი მავნებლებს შორის, აი ეს ზღვარი წაიშალა და ეს სიცხადე მან თავიდან უნდა შემოიტანოს. სხვანაირად ურთიერთობა ძალიან გაჭირდება. გუჩინდელმა გახარიას გადაწყვეტილება მთია წულუკიანის კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით ვითარება ოპოზიციურ ველზე შეცვალა. ბევრი კითხვა გაჩნდა გიორგი გახარიას მიმართ. კითხვები არის მათ შორის სალომე ზურაბიშვილზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის რეაქცია დარღვეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპოზიციას აინტერესებს, თუმცა ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი კამერებთან არ გამოჩენილა და არავინ იცის როგორი რეაქცია ჰქონდა მას, როდესაც გაიგო რომ გიორგი გახარიამ შეთანხმება დაარღვია და ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მივიდა.